ამერიკას აქვს ბოლო კვირების განმავლობაში შემდეგი ვითარება ჰქონდა ისრაელი ლიბანზე შეტევას სამხედრო დარტყმებს არ აჩერებს, ლიბანი არის ირანის მოკავშირე. პარალელურად ვერ თანხმდებიან ამერიკა და ირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ისეთ პირობებზე, რომელიც ამერიკას გაუფორმებს რეალურ გამარჯვებას და ჰორმუზის სრუტე რაღაცა საუბარია, რომ გახსნილია, დაკეტილია, მაგრამ სინამდვილეში გარკვეული პერიოდულობით, გარკვეული რაღაცა შესვენებებით, მაგრამ რეალურად დაკეტილია ჰორმუზის სრუტე. და ამასთან დაკავშირებით ტრამპმა დღეს გააკეთა განცხადება, რა ხდება ჰორმუზის სრუტეში, გახსნილია თუ დაკეტილია და მოდი მოვუსმინოთ, თლად ზუსტი თარგმანი არ არის, მაგრამ რა ისა შეცდომებიც არის, მაგას მე ჩავასწორებ ახსნით ჩემით. ხელი მოეწერება და სრუტე გაიხსნება, თუმცა სრუტეები უკვე რამდენიმე თვეა გახსნილია და თქვენ უბრალოდ ამის შესახებ არ იცოდით. იცით, თქვენ როგორც რეპორტიორებმა, ვერ შეძელით ამის გაგება. მე გუშინ განვაცხადე, რომ ჩვენ ბევრი ისეთი გემი ვიყიდეთ, რის შესახებაც არავინ იცოდა. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი სამუშაო შევასრულეთ, პიტერ. ასე არ არის? ყიდეთო კი არ ამბობს ბოლოში, ამბობს, რომ ისეთი გემების გავიდაო სრუტეში, თქვენ ამის შესახებ არ იცოდითო და სრუტე ხელი მოეწერება, სრუტე გაიხსნება, მაგრამ თქვენ არ იცით და სრუტე ისედაც გახსნილი. ანუ სინამდვილეში სრუტე არის დაკეტილი, რაღაც გემები პერიოდულად ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ზოგ გაატარებენ ხოლმე, მე ისევ ჩაკეტავენ, მე რაღაც გემს ესვრიან, სინამდვილეში სრუტე ისევ ჩაკეტილია გარკვეული შეთანხმებით გამავალი გემების გარდა და ამ ფონზე ლიბანს უტევდა ისრაელი. ტრამპი უკმაყოფილო იყო, იმიტომ რომ ირანი იმუქრებოდა, რომ ჩვენ ლიბანის მიმართაც ცეცხლის შეწყვეტას ვითხოვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმოქმედებთ, ისრაელი არ ჩერდებოდა. წინა კვირაში ეგეც გაჩვენეთ, რომ ტრამპმა ხისტი განცხადებები გააკეთა ისრაელთან დაკავშირებით ამის გამო და ამის შემდეგ ირანმა სარაკეტო დარტყმები მიიტანა ისრაელის სამხედრო ობიექტებზე. დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის ფორმატი, ოღონდ მანამდე ისრაელს ჰქონდა დარღვეული ცეცხლის შეწყვეტის ფორმატი, იმიტომ რომ ამ ფორმატი გულისხმობდა, როგორც მანამდე ილაპარაკეს, რომ ლიბანზე არ უნდა ყოფილიყო შეტევა. მან ისრაელის დარღვევაზე ირანმა უპასუხა. შემდეგ წავიდა საუბარი ამერიკა ამაზე უპასუხებდა თუ არ უპასუხებდა. ამერიკამაც გარკვეული დარტყმები მიაყენა, შემდეგ ირანმა ამერიკას ჩამოუგდო ვერტფრენი 2 დღის წინ და შემდეგ ამის პასუხად ამერიკამ გუშინ უკვე უფრო მძიმე როგორც აცხადებდნენ, სხვათა შორის დიდი ვიდეო მასალა არ იყო ამ ყველაფრის, უფრო განცხადებების დონეზე მოდიოდა ინფორმაცია, მხარეები დიდად ვიდეო მასალას არ გვაწვდენ, მაგრამ როგორც ამერიკულმა მხარემ გამოაცხადა, მათ მიაყენეს უფრო დიდი დარტყმები ირანის სამხედრო ობიექტებს, მე ირანმაც აქეთ დააბრუნა ამერიკის რეგიონში არსებულ სამხედრო ბაზებს დაარტყა რაკეტებით და გუშინ ტრამპი მთელი დღის განმავლობაში ამბობდა, რომ ეხლა ეს ყველაფერი უკვე საკმარისია, ირანი ჭკუაზე ვერ მოდის და ჩვენ ამათ ეხლა ისეთ დარტყმას მივაყენებთ, რომ განვაახლებთ ომს და ავიღებთ ხარგის კუნძულს, გახსოვთ ხარგის კუნძული, ეს არის მთავარი სანავთობო ტერმინალი ირანის სანაპიროსთან, ირანის ტერიტორია, რომელიც 90% ირანის ნავთობის ამ ტერმინალით გაედინება და ამ კუნძულს ავიღებთო, ირანმა გაავრცელა განცხადებები, ჩვენ მზად ვართ, უკან არ ვიხევთ და ასე შემდეგ, ურთიერთრაღად მუქარი შემწველი განცხადებები ვრცელდებოდა გუშინ მთელი დღის განმავლობაში და განწყობა ისეთი იყო, რომ ალბათ დაარტყავენ ტრამპი გადაწყვეტილი აქვს, რომ ხარგის კუნძულს შეუტიოს და მასირებულ ომზე გადავიდეს ისევ და უცებ ღამე აცხადებს ტრამპი, რომ არა, ეხლა ჩვენ ვილაპარაკეთ და ისევ ლაპარაკზე გადავდივართ, მე მგონი შეთანხმების კონტურები გამოიკვეთა და მე ამას უკვე მოყვარა რამდენიმე განცხადებები, რომ ეხლა უკვე შეთანხმების კონტურები შეჯერებულია და შაბათ-კვირას რაღაცაზე შევთანხმდებით. პარალელურად ირანული მხარით გავრცელდება განცხადებები, რომ ჯერ შეჯერებული არ არის, განვიხილავთ. ნუ ფაქტია, რომ საომარი სრულმასშტაბიანი მოქმედებების განახლების ფაზაზე ამერიკა არ წავიდა, მაგრამ
შეთანხმება მიდის მძიმედ ურთიერთ დარტყმებით, ემოციური ფონია და ვერ ხერხდება შეჯერებული პოზიციის მიღება. ეხლა რატო ვერ ხერხდება, რა არის გამოწვევა? გამოწვევა მდგომარეობს შემდეგში ამ ომს აქვს ობიექტური სტრატეგიული მიზეზები. ამ ობიექტური სტრატეგიული მიზეზების გადაჭრის გარეშე ეს ომი ამ ომის აზრი ერთი რო არ ჩანს და მეორე თუ ამ ობიექტურ სტრატეგიულ მიზეზებს ამერიკა ვერ ჭრის, მაშინ გამოდის რომ ირანმა შეიძლება არა სრულად, მაგრამ გადაჭრა თავისი სტრატეგიული ამოცანები. შეიძლება არ თქვათ რომ ასე გადაჭრა, რაღაცა გადამწყვეტი შედეგი დადო, მაგრამ მნიშვნელოვნად გაიმყარა სტრატეგიული პოზიციები. და ეს სტრატეგიული გამოწვევები არის შემდეგი, ამერიკას უნდა შეეძლოს სამხედრო ძალით ირანზე ისეთი ზემოქმედების უზრუნველყოფა, რომ თუ საჭიროა, თუ მთელი სამხედრო დარტყმა მიაყენა, ირანს სისტემა ეშლება და გაძლებას აღარ ექვემდებარება. პასუხის დაბრუნებას ვეღარ ახერხებს და შესაბამისად ამერიკა შეუძლია სისტემა ჩამოუშალოს. ეს არის მდგომარეობა და შეიძლება არ ჩამოუშალა, მაგრამ შეთანხმებას მიაღწია მაგ კონფიგურაციაში, რომ ცხადი იყო, რომ ირანის არსებობა დამოკიდებულია იმაზე, რომ ამერიკა არ გადაწყვეტს თავის სამხედრო ძალით მის სისტემა ჩამოშალოს. ეგ ნიშნავს, რომ ამერიკას ქონია ხელთ სამხედრო ფერკეტები იმისთვის, რომ ირანის სტრატეგიულად სახიფათო ნაბიჯები აღკვეთოს, აუკრძალოს ხოლმე, უთხრას, რომ აი ეს არ გააკეთო, თორე დაგარტყავ და ჩამოგიშლის სისტემას. და შესაბამისად ირანი მაგას მოერიდება და ეს სტრატეგიულად სახიფათო ნაბიჯები არის ერთი ბირთვული იარაღის შექმნა, იმიტომ რომ ბირთვული იარაღი თუ შექმნა ირანი ხელშეუხებელი ხდება, ის კი არა რომ ისრაელს გააქრობს თუ არ გააქრობს, აი შეიძლება არ გააქროს, იმიტომ რომ თვითონაც ბირთვულ დარტყმას მიიღებს და ეგ ურთიერთ განადგურების პირობებია, ხო? მაგრამ რეგიონში შეიძლება ისეთი გაბედული, აქტიური და თავისთვის სასარგებლო და აგრესიული ნაბიჯები გადადგას, რომ ვერაფერს ვერ ეტყვის ამაზე. შესაბამისად, ბევრად გაბედული და ხისტი იქნება მისი საგარეო პოლიტიკა რეგიონში საკუთარი გავლენების გავრცელებაზე. არა, საგარეო სამხედრო გავლენების გავრცელებაზე. და ამ გზით ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს მოიპოვებს, იმიტომ რომ დააყენებს საკითხს ესე რომ აქ რა გაივლის, რა არ გაივლის, მე მკითხეთ და მე გადამიხადეთ ხარკი. თუ არ მიხდით, რას მიზავთ? ბირთვული იარაღი მაქვს, ბირთვულ ომს დაიწყებთ, ვერ დაიწყებთ. შესაბამისად, აქ ვერაფერი ვერ გაივლის ჩემ გარეშე. ამიტომ ბირთვული იარაღი არის ერთი სტრატეგიული გამოწვევა ამერიკისთვის, მაგრამ როგორც ამ ომმა გაარკვია, ყოფილა მეორე სტრატეგიული გამოწვევა ჰორმუზის სრუტეს ბირთვული იარაღის გარეშეც ჩაკეტვა შეუძლია თუ არა ირანს. თუ მაგ ბირთვული იარაღის გარეშე შეუძლია ჩაკეტვა, კი უფრო მოწყვლადია, იმიტომ რომ მან შენ გრჩება კიდე შანტაჟის პირობები, ურტყავდა იმასაც აზიანებ და მაწყობს არ მაწყობს რეჟიმში აყენებ, მაგრამ თუ ისე ვერ აზიანებ, რომ სისტემა ჩამოუშალო, მაშინ მას შეუძლია საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები არაბირთვული მათ შორის ისე ავითაროს, რომ სინამდვილეში ჰორმუზის სრუტეში და ახლო აღმოსავლეთში ვითარება იყოს მის ხელთ დიდწილად, იმიტომ რომ მათ შეეძლოს ისეთი სარაკეტო შესაძლებლობები იქონიოს, რომ სრუტეში არსებულ სანავთობო ქვეყნებს იმხელა სამხედრო ეკონომიკური დარტყმები მიაყენოს, რომ უბრალოდ ნავთობწარმოება მოუშალოს ყველას.